საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება ქართული ხორბალი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს 2024 წლის მარტში საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის და წარდგენილი ნომინაციის შემდეგ იყო საკმაოდ რთული გზა არაერთი კვლევა და განხილვის ყველა ეტაპის წარმატებული დასასრული. საქართველოს ხორბლის უძველესი მათ შორის ენდემური სახეობებით მდიდარი და პურის ცხობის მრავალწლიანი ტრადიციის მქონე ქვეყანა. ხორბლის კულტურების თესვამოყვანის მოსწავლის მუშაობის და რელიგიურ რიტუალებში გამოყენების უძველესი ტრადიციები. კვლევები და ისტორიული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხორბლის კულტურები ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდშიც იყო გავრცელებული. დელიში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გენო ოსეკმაშვილი გიამბობთ. I see no objection. I therefore declare decision 20.com 7B20 as adopted. უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი 02335. დღეიდან სწორედ ამ კოდით აღინიშნება მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა სახელწოდებით ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები. ქართული ხორბალი, მისი წარმოება და მასთან დაკავშირებული ტრადიციები რომ უძველესი და მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესია. ეს ამბავი მსოფლიოს მემკვიდრეობის ყველაზე დიდი ტრიბუნიდან იუნესკოს სამთავრობოთა შორისო კომიტეტის სხდომაზე ითქვა და დამტკიცდა. საქართველოს წარადგინა ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები. ქართული ხორბლის კულტურა მოიცავს პრაქტიკის ერთობლიობას და დაფუძნებულია ენდემური ხორბლის ადგილობრივი ჯიშების მოშენებასა და გამოყენებაზე. ის ასევე მოიცავს მასთან დაკავშირებული საგნების გამოყენებას, ისეთი როგორიცაა ტრადიციული შრომის ინსტრუმენტები, ქვის წისქვილები და ხელნაკეთი პურის საცხობი ღუმელები. საზოგადოებებისთვის, რომლებიც ამ პრაქტიკას მისდევენ, ენდემური ხორბალის სიმბოლოა სიცოცხლის, ზრდისა და სიუხვის. ნომინაციები აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. რეკომენდაციას გაძლევთ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანოთ. ამ ამბავში განსაკუთრებით საოცარი ის არის, რომ მსოფლიოში პურის გამოსაცხობად გამოსადეგი ხორბლის მხოლოდ 20-მდე ჯიში არსებობს. ამ 20-დან 15 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არქეოლოგიური გათხრებისა და მეცნიერული კვლევების შედეგად არის აღმოჩენილი. ამავე მიგნებებით არის დადასტურებული, რომ 15-დან პურის ხორბლის 5 ჯიში ენდემურია და დღემდე მხოლოდ საქართველოში მოჰყავთ. სწორედ არქეოლოგიურ ფაქტებზე დაყრდნობით გაირკვა ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში მოიშინაურეს და დაიწყეს მისი გამოყენება, რაც დღევანდელ დღემდე უწყვეტად გრძელდება. იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს განსაკუთრებული მომენტი არის, ფიქრობ, თლიანად საქართველოსთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი კულტურისთვის. კულტურის სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა, გარემო სტატუსისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რამდენიმე უწყება იყო ჩართული, არ მინდა რომელიმე გამორჩეს. მადლობა ყველას, ვინც უზრუნველყო საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს. დღეიდან ეს უკვე შემდგარი ფაქტია, თუმცა იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურის აღიარებას წინ 8 წლიანი მცდელობები უძღოდა. ერთია გქონდეს პრეტენზია და მეორეა მოახერხო მისი დამტკიცება. საქმე იმაშია, რომ ბოლო დრომდე ქართული ხორბლის კულტურები და მასთან დაკავშირებული ტრადიციები მივიწყებას იყო მიცემული. ამ კულტურის სეგმენტების მოძებნა, როგორიც არის შესაბამისი ქართული იარაღების გამოყენებით მოხსნა, დათესვა, მკა, აღება, ლეწვა, პურის ცხობა თუ რელიგიურ რიტუალებში გამოყენება ერთიან ჯაჭვად ფაქტობრივად არც ერთ კუთხეში არ არის შემორჩენილი. ამიტომ ამ საქმეში ლოკომოტივის როლი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა იტვირთა. სწორედ მათ ჩაატარეს საველე სამუშაოების დიდი ნაწილი. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში შემოიარეს და ფაქტობრივად კარდაკარ ეძებეს ადამიანები და ოჯახები, რომლებიც ამ კულტურას თანამედროვე საქართველოშიც იცავენ. ეს არის პირველი ხნულის გავლება, თესვის რიტუალები, ასევე კასთან და გალეწვასთან დაკავშირებული სამუშაოები. ასევე პურის ცხობის სხვადასხვა წესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე საეკლესიო რიტუალები, პური მოგეხსენება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, პური ჩვენი არსობისა. ყველა ამ რეალობასთან დაკავშირებით გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი, ეს იყო ხანგრძლივი ექსპედიციების შედეგად მოძიებული და მოპოვებული მასალა, რომელიც წარდგენილი იქნა დღეს აქ იუნესკოს სამთავრობოთა შორისი კომიტეტის სხდომაზე. ამ კვლევებში ყველაზე რთული ქართული ხორბლის ზოგიერთი ჯიშის მიგნება და მოპოვება იყო. შეიძლება პარადოქსულად დაჟღერდეს, მაგრამ ხორბლის ჯიშების ნიმუშების ნაწილი საქართველოში არ იყო
დაცული. ისინი ამერიკისა და გერმანიის გენეტიკური ბანკებიდან ჩამოიტანეს. საქმეში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს ჩაერთო. სწორედ მათი დახმარებით დაბრუნდა უცხოური აგრარული ბანკებიდან საქართველოში ქართული ხორბლის ჯიშები. ამის შემდეგ ისინი ქართველმა მეცნიერებმა გაამრავლეს და საქართველოს 8 რეგიონში მათი ბუნებრივი წარმოშობის ადგილებში ფერმერებს დაურიგეს დასათესად, რათა ქართული ხორბლისაგან ქართული პურის დამზადების ტრადიცია ზაღმდგარიყო. ამასთან მომავალში ჯიშების გაქრობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ქართული მარცვლეულის ნიმუშები ნორვეგიაში სვალბარდის გლობალურ საცავში განათავსეს. ასევე ამ ყველაფრის ასასახად და პოპულარიზაციისთვის დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. გაგვეხმარნენ რომ გაგვაცნეს ჯერ პირველ რიგში ეს ყველაფერი, შემდეგ მოგცეს თესლი, აი აქ გქონდა პირველი ნათესი. 24 ქვეყანა არის წევრი კომიტეტის და დაფიქსირდა ერთიანი მხარდაჭერა ყველა ქვეყნის, რაც არის შედეგი ჩვენი ერთიანი მუშაობის, როგორც უწყებების, ძალიან დიდი როლი არის ამაში საქართველოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ასოციაცია ქართული ხორბალი. ეს სამუშაოები წლები აგრძელდებოდა. ეს ნაბიჯი მეხუთე ნომინაცია, რომელიც საქართველოს მიიღო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, აი ცოცხალი მემკვიდრეობის მატარებელი ჯგუფებისათვის და თემებისათვის. და ყველა ნომინაცია, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას. დავესესხები ჩვენი ხორბლის ასოციაციის ხელმძღვანელს, რომელმაც ერთხელ ესე თქვა, რომ ხორბალი არის ჩვენთვის მეფე, ნამდვილად, რომელსაც ყველაფერში ვიყენებთ, ყველა რიტუალში, აბსოლუტურად ადამიანის დაბადებიდან გარდაცვალებამდე ყველა რიტუალში არსებობს და დაილოცოს ყველა იმ ქართველის ხელები და შრომა, რომელიც ხორბალს ემსახურება, რომელმაც ეს ყველაფერი მოგვიტანა დღემდე. დღევანდელ დღემდე საქართველოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საქმეში წვლილი 8 ნომინაციით ჰქონდა შეტანილი. მათ შორის 4 უძრავი და კიდევ 4 არამატერიალური კულტურული ძეგლი არის. 8 მათგანი საერთო ჯამში ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში დატოვებულ კვალს მოიცავს. ზეპირსიტყვიერების ტრადიციებისა და გამოხატვის ფორმებს, საშემსრულებლო ხელოვნებას, ადათ-წესებს, ჩვეულებებს, ტექნოლოგიებს, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებულ ცოდნასა და უნარჩვევებს, მათთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებს, საგნებს, არტეფაქტებსა და კულტურულ სივრცეებს. დღეიდან კი საქართველოს წვლილს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში ქართული ხორბლის კულტურა და მასთან დაკავშირებული ქართული ადათ-წესებიც დაემატა.